ღია წერილი საქართველოს მთავარი პროკურორს კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელამ თივლიშვილი არჩილ კბილაშვილს მიმართავს და საპატიმროდან ახმედ ჩატაევის გათავისუფლებას თხოვს. გლდანის მე-18 დაწესებულებაში უკვე თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია ჩეჩნეთიდან დევნილი 32 წლის ახმედ ჩატაევი. მას მარჯვენა ხელი რუსმა სამხედროებმა მოაჭრეს, მარცხენა ფეხი კი ჩატაევმა საქართველოში ლოპოტას ხეობაში დაკარგა, სადაც ქართველმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. ჩვენ გავარკვიეთ, რომ შერეღებულ ჯგუფს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი დაღესტნის მხრიდან, როგორც ეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა და ლოპოტას ხეობიდან ასევე არ მომხდარა ახალგაზრდების გადაცემა. 24 ოქტომბერს მე შევხვდი გიორგი კერესელიძეს და ბადრი ტყემალაძეს. თივლიშვილი ასევე წერს, რომ გიორგი კერესელიძემ დაადასტურა, რომ ახმედ ჩატაევი მათ თავად ჩაბარდა და არნაირი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა თან არ ქონია. მისი თქმით, ჩატაევის ჩაბარების შემდეგ სამივე მესაზღვრე კუთში დაიბარეს და ჩვენებებზე ხელმოწერა იქ დაავალეს. კერესელიძე ამბობს, რომ იმ სიტუაციაში სხვაგვარად არ შეეძლო, რაც შეეხება ბადრი ტყემალაძეს. მისი თქმით, ჩატაევს ხელყუმბარები არ ქონია. გავრცელებულია ინფორმაცია, თითქოს ჩატაევი თავად იყო შერეღებული ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი. თივლიშვილი თავის წერილში ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაციის გავრცელებით დაინტერესებული არიან შინაგან საქმე და სამინისტროს ის მაღალჩინოსნები, რომლებიც თავად იყვნენ ჩართულნი სპეცოპერაციაში, რომლის შედეგადაც ადამიანების ლიკვიდაცია მოახდინეს. ისინი დღემდე რჩებიან თანამდებობებზე აღნიშნული ჩინოვნიკები, აშინებენ პანკისის ხეობის ცხოვრებლებს მონაწილეობა არ მიეღოთ 28 ოქტომბერს პანკისის ხეობაში გამართულ აქციაში, სადაც აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მიმართეს და ჩატაევის გათავისუფლებას თხოვეს, ნათქვამია გელამ თივლიშვილის წერილში.